გამარჯობა ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მეკესო კაფიანიძე გაგაცნობთ. 3 წელი შოვის ტრაგედიიდან 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცობს 33 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა. დღეს ტრაგედიის ადგილზე დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი კობახიძე შოვში რევაზ სოხაძესა და კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა სტიქიის ზონაში, მემორიალი მოეწყო, ასევე აშენდა მამათა მონასტერი. 3 წლის წინ სტიქიური მოვლენების შედეგად კურორტი გარე სამყაროს მოწყდა. შოვში ჩარჩენილი 152 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განხორციელდა. თითქმის მთელი თვის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები. პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება, მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სამძებრო სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა კიდევ 2 ადამიანი. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით სტიქია რამდენიმე მოვლენის თანხმედრამ გამოიწვია. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, უხნალექ სათავეებში კლდეზოვის ჩამოშლას, მეწყრულ ეროზიულ პროცესებსა და ღვარცობს. მე პირადად მამა დავკარგე ამ სტიქიის დროს და ბევრი ნათესავი, ბევრი ახლობელი. მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძვნებო მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ 3 წელი გავიდა და ის ტკივილი, რაც ჩვენ განვიცადეთ იმ პერიოდში, არ ნელდება 3 წლის შემდეგაც კი და დღეს ვიხსენებთ, ეხლა მემორიალთან ვართ და ვიხსენებთ მათ სულებს და პატივს მივაგებთ. მეუღლე არის ჩემი გარდაცვლილი, ამ ტრაგედიაში ეწირა, შოვში მუშაობდა იმ პერიოდში. და დანარჩენები ვინც იყვნენ კიდე სულ ჩემი ახლობლები. ხმა გუგუნმა გაგვაგებია, რომ მდინარე ჩამოდის ჩემი სახლის უკან და ისეთი ხმა ჰქონდა გეგონებ და ქვეყანა იქცევაო და იქედან მე ტელეფონზე დამირეკეს, რომ შოვი აღარ არის, მოვიდნენ მაშველები. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთავრობას, მაშველებს. არ ვიცი, თუ მუშაობა შეიძლებოდა და იქ რამე შეიძლებოდა, მაგრამ ყველა მისე იმუშავა, რომ აი ერთი ბავშვი ვერ ნახეს, დანარჩენი ყველა ნაპოვნია. ტრაგედია, რომელიც დაატრიალდა 3 წლის წინ, ეს იყო არა მარტო რაჭისთვის, ეს იყო მთელი საქართველოსთვის დიდი გლოვა, დიდი მწუხარება და რა თქმა უნდა ამას ყველა ვიზიარებ და აქ მოგეხსენებათ შემდგომ აშენდა მემორიალური დაფა, სადაც აქ უკვე მათი დაღუპული ადამიანების სახელები და გვარებია წარმოდგენილი და მადლობა უფალს, რომ თვითონ ეპარქიის ძალისხმევი და მთავრობის მხარდაჭერით აქ უნდა აშენდეს მამათა მონასტერი. შოვის ტრაგედია და არაერთი დეზინფორმაცია ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით. ქართულ ოცნებაში ოპოზიციის, მათი მხარდამჭერების და გარკვეული მედია საშუალებების მხრიდან შოვში განვითარებულ მოვლენებზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებს იხსენებენ. 3 წლის წინ მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ სტიქია წყლის დაგუბებამ და მდინარის ჩახერგვამ გამოიწვია, რომელსაც ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია. თუმცა საბოლოოდ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით ოპონენტების ტყუილი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანალიზით დადასტურდა, რომლებმაც თქვეს, რომ შოვში სტიქიური მოვლენების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო და კურორტზე მასშტაბური კატასტროფა, სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხმედრამ გამოიწვია. თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი განაგრძობს. ლიკა, ეთერში ხარ. დიახ, დავიწყებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით. ჩვენ წოთა ხნის წინ ვესაუბრეთ მინისტრის პირველ მოადგილეს, რომელმაც განაცხადა, რომ 3 წლის წინ შოვთან განვითარდა უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესები. ხელისუფლებამ კი დაუყოვნებლივ ადგილზე ჩაიყვანა როგორც ქართველი ექსპერტები, ასევე საქართველოში მოიწვია და ჩამოიყვანა შვეიცარიელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შემდგარი იყო კვალიფიციური კადრებისგან. მათ ადგილზე შეისწავლეს პროცესები
იცოდები თუ რასთან ჰქონდა საქმე საქართველოს რა სტიქიური პროცესები განვითარდა დადეს მეცნიერული დასკვნაც მეცნიერული გამოკვლევის შედეგად სწორედ და ამ დასკვნაში წერია ის რაზეც საქართველოს ხელისუფლებაც თავიდანვე საუბრობდა რომ ამ სტიქიის ასეთი მასშტაბური სტიქიის პრევენცია და შეკავება იყო შეუძლებელი ასევე ამ დასკვნაში რომელიც მოამზადეს შვეიცარიელმა ექსპერტებმა ეწერა ისიც რომ ვერანაირი ზომა ვერ იქნებოდა გამოყენებული მათ შორის ვერც სიგნალები და ვერ მოახდენდა პრევენციას იმ მასშტაბის სტიქიისა რომელიც 3 წლის წინ შოუთან განვითარდა ჩვენ უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდის განმავლობაში იყო საუბრები სპეკულაციები თითქოს იქ დაგუბება იყო სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია სპეციალისტებს გამოეპარათ ეს ინფორმაცია და ბუნებრივია უამრავი არასწორი და გადაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა განსაკუთრებით იმ ემოციურ დღეებში როცა თითოეული ჩვენგანი ვიყავით მართლაც ძალიან ღრმა მწუხარებაში ამ დროს რა თქმა უნდა სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი რომ თითოეულ შეკითხვას ქონოდა ამომწურავი პასუხი და აქ ჩვენ უკან არ დაგვიხევია ჩვენ ამ პროცესებში ქართულ სპეციალისტებთან ერთად ჩავრთეთ უცხოელი ექსპერტები მე ვიტყოდი ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე შვეიცარიული კომპანია რომელმაც რეალურად შეაფასა შოუში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა ამ მოვლენის ირგვლივ სადაც დადასტურდა რომ ეს იყო მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა დეზვაური პროცესი რომელმაც რეალურად გამოიწვია დიდი მასშტაბის სტიქია და ამ დასკვნაში ასევე ხაზგასმით იყო აღნიშნული რომ სამწუხაროდ რაიმე ასე ვთქვათ კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა და ასევე თანამედროვე ასე ვთქვათ საყვირების სისტემა ამ სტიქიური პროცესების პრევენციისთვის ვერ იქნებოდა ადეკვატური ზომა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ დასკვნაში ცალსახად წერია და საზოგადოება მიხილა და საჯაროა ეს ყველაფერი და ყველას ინტერესში იყო რომ ჩვენ ქონოდა ნამდვილი და მართალი ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ. აგრეთვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენ შოვის ტრაგედიის შემდეგ არ გავჩერებულ ვართ. დღესდღეობით ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი სამინისტროსთვის არის პრიორიტეტი, რომ ჩვენ ყველანაირად შევძლოთ, რომ მაქსიმალურად პრევენცია მოვახდინოთ სტიქიური ბუნებრივი პროცესების. 3 წლის წინ მაშინ როდესაც შოუში სტიქია მოხდა და შოუის ტრაგედია განხორციელდა ოპოზიციის წარმომადგენლები და ოპოზიციური მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ რომ თითქოს შესაძლებელი იყო სტიქიის პრევენცია და პასუხისმგებლობას აკისრებდნენ ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა 3 წლის წინ მოითხოვდა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც და ყველაფერთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სწორედ საქართველოს მთავრობას აკისრებდა უკვე 3 წლის შემდეგ კი ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ რომ ისინი არ არიან გარემოს დაცვის ექსპერტები და შესაბამისად მათ არ აქვთ არგუმენტები თუ რატომ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო სტიქიის პრევენცია მართლ გუნდში კი აცხადებენ რომ უკვე 3 წელია დასტურდება ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად ოპოზიციის მიერ აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია იმისთვის რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინათ და გადაებრალებინათ შოვის ტრაგედია სწორედ საქართველოს მთავრობისთვის. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მათ შორის შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნამ გააქარწყლა ის ბრალდებები და ტყუილები, რომლითაც ოპოზიცია ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობდა. ჩვენ ვიყავით ინიციატორი, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნილიყო შოვის ტრაგედიაზე, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რატომ მოხდა, რისთვის მოხდა, მე მეცნიერი არ ვარ. მე გეუბნებით ის რაც მოხდა, მანამდე ის რაც მოხდა იმ ღამეს და როგორი იყო სტიქიაზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. მე ამას ვაფასებ და არა გარემოს დაცვით ღონისძიებებს. ეს ტრაგედიაც ხო მართლაც ძიმე შოვის ტრაგედია, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მართლაც მთელი ეროვნ როგორც ტრაგედია ისე მიიღო თავიდანვე პირველივე წუთებიდან ყოველგვარი კონკრეტული ინფორმაციის გარეშე დაიწყეს ამის გარშემო ისეთი მითები სპეციალურად შეთხზა რომელშიც მოსახლეობაში მიზანმიმართულად აკეთებდნენ უნდა გამოეწვიათ დიდი აღშფოთება ანტისახელისუფლებო გამოსვლების თუ რაღაცა ამდაგვარის პროვოცირება.
ისე რომ არ დაგიდევდნენ რეალურად რა შეა საქმე, რა მოხდა, როგორ არის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მოიწვია ყველაზე ავტორიტეტული შვეიცარიული ექსპერტები, მეცნიერულად შეისწავლეს, ყველა ფაქტი, ასე ვთქვათ, გამოიკლიეს და თქვეს, რომ ეს იყო მართლაც ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც რამოდენიმე ფაქტორის ერთდროულად ასე ვთქვათ, დამთხევამ გამოიწვია, ეს იყო გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, კლიმატური და ასე ვთქვათ, სტიქიური მოვლენების აი ერთდროულობამ გამოიწვია ეს და ამის რაიმე სახით წინასწარმეტყველება აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ზოგადად ერთი რამე არის, რომ მთელ სოფლიოში ხდება ესეთი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი კატაკლიზმები, ხან მიწისძვრის სახით, ხან ვარცოფების სახით, ხან წყალდიდობების სახით, ხან ხანძრების სახით, მაგრამ ასეთი დონის სპეკულაცია ამ ტრაგედიებით, როგორც საქართველოში არის ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტიკისა თუ არასამთავრობოების თუ პოლიტიკოსების მხრიდან არსად არ ხდება. შოუში უპრეცედენტო მასშტაბის სტიქია 3 წლის წინ მოხდა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მადლობა ლიკა, თქვენ უსმენთ ლიკა ალელიშვილს. ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. ბოიკოტში მყოფითი ნაბოկუჩავა მიხეილ სააკაშვილს და პეტრე ცისკარიშვილს პარტიის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. მოქმედმა თავმჯდომარემ პოლიციაბჭოს სხდომა არალეგიტიმურად. ხელმოწერები გაყალბებულად, შემაჯამებელი ოქმი კი გადამალულად გამოაცხადა. ბოկუჩავა, რომელსაც უკვე მთელი გუნდი აუჯანყდა, ამტკიცებს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით პარტიის წესდებას გვერდი აუარა და პოლიციაბჭოს სხდომა კანონდარღვევით ჩაადარა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 5 აგვისტოს ყრილობის ლეგიტიმაციასაც. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ითქვა, რომ ყრილობაზე აღარც პარტიის თავმჯდომარეს აერჩევენ ისეთი ფორმით, როგორც ახლა და აღარც გენერალურ მდივანს. პარალელურად მიხეილ სააკაშვილი დაშლილ ოპოზიციულ ალიანსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საკუთარ წარუმატებლობას მას აბრალებენ. პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელისმთხოვნელები ქართველი ოპოზიციონერები, რომლებიც ხვდებიან, რომ პენელოპას მეუფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა მემაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და გამანადგურონ. გამიკვირდა ეს რამდენჯერმე მედიაში თინას ეს განცხადება, იმიტომ რომ არაფერი ამ სხდომაში არ ლეგიტიმური არ იყო, რო არ ყოფილიყო კვორუმი, სხდომა არც ჩატარდებოდა. ოქს მიიღებს თითოეული წევრი, მათ შორის ბუნებრივია თავმჯდომარე დაინტერესების შემთხვევაში, თვლი რომ კობულიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონებიდან, მოგეხსენებათ ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციების თითოეული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არის პოლიციაბჭოს წევრი და ყრილობის დანიშნა არავის არანაირი манипуляცია არ ჭირდებოდა, შეუძლია როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრებს, შემადგენლობას, ასევე გენერალურ მდივანს და გენერალურ მდივნის კენი იყო ასე ვთქვათ რაღაცა საყვედურები, ამიტომ გენერალურ მდივანს არანაირი ამდაგვარი ამის გაკეთება საერთოდ არ ჭირდება, მასაც შეუძლია თავისი ხელმოწერით წესდებიდან გამომდინარე დანიშნოს. სააკაშვილი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ასეთი კანდიდატების მანია, ყველა ადიდებდა, ვინც დღეს მას ლანძღავს. და ერთგვარად შეიძლება გასაგებიც იყოს სააკაშვილისთვის ის წენა, როდესაც ის ადამიანები, ვინც თვითონ წამოწია, ეხლა მას დაუპირისპირდნენ, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რაც ყოველთვის ელის იმ აგენტურას, რომელსაც შენ შექმნი და როდესაც ის თავს ხან დავით აღმაშენებელს ადარებს, ხან მანდელას, ხან ეხლა უკვე ელია ჭავჭავაძეს, იმპერატორებს და ასე შემდგომ, ნუ შეგვიძლია ჩვენ შევთანხმდეთ და უთხრათ სააკაშვილს, რომ ის არის ფარაონი, რომელიც ითავსებს რელიგიურ და სახელმწიფოებრივ თვისებებს. რომ აღარ კონდეს ეჭვი საერთოდ რომ არაფერზე და არასდროს, მით უფრო, როდესაც მან შექმნა თავისი ასლი და როგორც თვითონ ამბობს, დაიარება ეს ასლი საქართველოს ქუჩებში. საკუთარი პარტიის წევრებიც კი დაუპირისპირდნენ და დასცინიან ამ ადამიანს და მაინტერესებს ერთი ხო არ აქვს ჩანიშნული თვითონ ჰერჩისკის ახლა ან სააკაშვილთან, რომელიც ორიგინალი სააკაშვილი იძინებს და მე მისი ავატარი იღვიძებს და რა გამოცდილება ექნება და ვის რას ეტყვის რომ გადადგესო, კაცმა არ იცის და ერთი მაინტერესებს ჰერჩისკის პასუხი, რომელს დაუჯეროს ახლა ნაცმოძრაობის ამომრჩეველმა სააკაშვილი ორიგინალს თუ ავატარ სააკაშვილს.
უცხოური აგენტურის მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა, ცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა ამ ყველაფერს კანონის ჩარჩოებში უნდა დაუპირისპირდეს, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საინიციატივო ჯგუფის წინადადებაზე მმართველი გუნდი აქტიურად იმსჯელებს. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიის ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას. ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფი წინა კვირას შეიქმნა. შოთა ფალავანდიშვილი გაგვაცნობს თემაზე გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს. შოთა, ეთერში ხარ. პრემიერ-მინისტრის მსგავსად საქართველოს პარლამენტის წევრებსაც მიაჩნიათ, რომ ეროვნული ღირებულებებისა და იდენტობის დაცვა საკანონმდებლო დონეზე და ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება პრიორიტეტული უნდა იყოს ქვეყნისათვის, რადგან ბოლო პერიოდში ხშირად შეინიშნება ტენდენციები, მათ შორის გარკვეული ძალების, უცხოური ლობისტების მხრიდან მსგავსი სახის დარტყმების მიყენების მცდელობა ხდება საქართველოს წინააღმდეგ, რაც შესაბამის რეაგირებას და პასუხს მოითხოვს საკანონმდებლო თვალსაზრისით. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სწორი ხაზი გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფას შორის და ძალიან მნიშვნელოვანია ამავდროულად ისიც, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, ვინ რა კუთხით ცდილობს ამ მხრივ ქვეყანა დააზიანოს, რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას და ზოგადად საკანონმდებლო სივრცის მომზადებას. ამ კუთხით არ გამორიცხავენ პარლამენტის წევრები, რომ ეს უახლოეს პერიოდში მართლაც დაიწყოს, რადგან ქვეყნის ასე ვთქვათ, ეროვნული ღირებულებებისა და იდენტობის დაცვა პრიორიტეტია, ამავდროულად პრიორიტეტია მათ შორის სუვერენიტეტის გამტკიცების თვალსაზრისითაც. ეს არის დაგეგმილი, კოორდინირებული, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებულიც პოლიტიკა მიმართული იქითკენ, რომ საზოგადოებრივ რღვევა, ატომიზაცია მოახდინოს. ანუ საზოგადოებას, რომელსაც არ აქვს არაფერი წმინდა, საზოგადოებას, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ავტორიტეტი თავის ისტორიაში, თავის ასე ვთქვათ, თუ გინდა აწყმოს და მიმდინარეობაში, ესეთი საზოგადოება ყოველთვის არის ადვილად დასამორჩილებელი, ადვილად სამართავი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკის გატარება, კონტრპოლიტიკის გატარება. ეხლა კანონი ამას როგორ დაარეგულირებს? გეთანხმებით, რომ ზღვარი არის ძალიან გონიურულად და ფაქიზად დასავლელი. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ მსგავსი სახის კანონმდებლობა არ საჭიროებს საქართველოს, რადგან ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვას მხოლოდ საზოგადოების ნება და ასე ვთქვათ, მისი მხრიდან კონკრეტული რეაქციები სჭირდება, რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, უმრავლესობაში არ უკვირთ ოპონენტების მხრიდან მსგავსი განცხადებები და ამბობენ, რომ სწორედ ისინი არიან გარკვეულწილად პოლიტიკური იარაღი მათი ლობისტების მხრიდან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავს ესხმიან როგორც საქართველოს ისტორიას, ისე იმ ფასეულობებს, რომელმაც ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში დღევანდელობამდე მოიყვანა. არანაირი მორალური უფლება არ აქვს რაიმე ამ ფასეულობებზე ილაპარაკონ. ეროვნულ ღირებულებას და იდენტობას იცავს ქართველი ხალხი. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ საზოგადოება აქვს იმის უნარი და საშუალება, რომ შეაფასოს. თუ რამემ გადაარჩინა ზოგადად ეს ქვეყანა საქართველო, ეს არის ეროვნული იდენტობა და მისი დაცვა. ეროვნული იდენტობა შედის რწმენა, ოჯახური ტრადიციები და ყველა ეს ფასეულობები, რაზეც ზოგადად ყოველთვის იდგა საქართველოს ისტორია. ნელ-ნელა ის ულტრალიბერალური კანონმდებლობა იცვლება, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან პრინციპული მოთხოვნა ყოველთვის იყო და ყოველთვის რჩება ხალხის ძალის, რომ შიდა სახელმწიფოებრივი ეროვნული იდენტობის დაცვა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის დონეზე და რა თქმა უნდა, პრაქტიკაში უნდა ხორციელდებოდეს. რაც უფრო მეტად დავიცავთ ზოგადად ეროვნულ იდენტობას, მით უფრო მეტად დავიცავთ სუვერენიტეტს და მით უფრო მეტი პარტნიორი გვეყოლება, იმიტომ რომ არავის არ უნდა ისეთი ქვეყანა პარტნიორად, რომელსაც თავის ღირსება არ გააჩნია. იმ ფონზე, როდესაც ისტორიულ ფიგურებზე, ისტორიულ მოვლენებზე თუ იმ ფაქტებზე ხშირია თავდასხმა, რომელზეც საქართველოს ასე ვთქვათ თვითყოფადობა არის დაშენებული, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა ამ კუთხით მოწესრიგდეს და გარკვეულ ჩარჩოებში ასე ვთქვათ მოექცეს ეს ყველაფერი, რადგან არ მოხდეს სიტყვის თავისუფლების სახელით ხშირ შემთხვევაში ეროვნული იდენტობისა და ფასეულობების მიზანმიმართული შეურაცხყოფა იმ ძალების მხრიდან, რომლებსაც რეალურად საქართველოში დესტაბილიზაციური პროცესების სახალისება სურთ.
მადლობა შოთა პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ შოთა ფალავანდიშვილს. ელექტრონულ პორტალ ikala.gov.gis პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები დაემატა. საიტზე დღეიდან მომხმარებელს 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტზეც შეუძლია საუკეთესო შეთავაზებები იხილოს. ახალი კატეგორია მოიცავს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქტებს. მთავრობის ინიციატივით შექმნილ პორტალზე ამ დროისთვის წარმოდგენილია 13 ლიდერი სუპერმარკეტის ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზება. პორტალს დაემატა 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტი, რომელიც სურსათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის ყოველდღიური მოხმარების ჭრილში. ეს არის სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტები, ან პირადი და ჰიგიენური მოვლის სხვადასხვა საშუალებები. ყოველდღიურად პორტალზე წარმოდგენილია დაახლოებით 400-დან 500-მდე საუკეთესო შემოთავაზება 13 სუპერმარკეტის ქსელების მხრიდან, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ყოველდღიურ რეჟიმში შეადარონ როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო პროდუქტებზე ფასები. ზაფხულის ხელდღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მიღებას. რეკომენდაციების კუთხით მინდა აღნიშნო, რომ აუცილებელია მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, მოვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, ამავდროულად შევამციროთ შუა დღეს, როდესაც ყველაზე მაღალია ტემპერატურა ქუჩაში ღია სივრცეში გადაადგილება, ასევე გასათვალისწინებელია, რომ უნდა შემცირდეს რასაკვირველი ალკოჰოლის მიღება. მივიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, მოვერიდოთ მზის ქვეშ ყოფნას, თავი შევაფაროთ ხოლმე ისეთ შენობებს, სადაც გაგრილება არის შესაძლებელი, ხოლო საცხოვრებელ სახლში შევინარჩუნოთ სიგრილე. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა მოყვანის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიების მიხედვით ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი, ისინი ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ და ყიდნენ. სამართალდამცველებმა ნივთკიცებად ამოიღეს 1 კილოგრამამდე კოკაინი, 5 კილოგრამი მარიხუანა, 5 კილოგრამამდე მცენარე კანაფი, ჰაშიში, 520 ფირფიტა ლიზერგედი და 23 შეკვრა დაფასებული მეფედრონი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით ბრალდებულებმა თბილისში ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მობილური ტელეფონები და თანხა გასტასეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი უცხოეთის ამბები. საბერძნეთში ათენის დასავლეთით მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. სტიქის ზონაში 2 სახანძრო შვეულმფრენის შეჯახების შედეგად ეკიპაჟის 2 წევრი საბერძნეთისა და დანიის მოქალაქეები დაიღუპნენ. მეორე შვეულმფრენის ეკიპაჟის 2 წევრი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტიქის ზონაში 500-მდე მეხანძრე მუშაობს. ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო რეგიონიდან 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით ხანძარი ქარის გენერატორის გაუმართავმა ელექტროგადამცემმა ხაზმა გამოიწვია. საქმეზე დაკავებულია 2 პირი, ინჟინერი და კონტრაქტორი. კომპანიის მფლობელზე კი დაკავების ორდერია გაცემული.
სეუტაში ძალოვანებს და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ჯგუფების დასაშლელად სამართალდამცველებმა ხელკეტები და ფარები გამოიყენეს. ამ დროისთვის ესპანეთის 6 კლუბში შესული მიგრანტების ნაწილი უკან მაროკოს საზღვრისკენ სამხედრო ტრანსპორტით გადახავთ. 30 ივლისიდან დღემდე ტერიტორიაზე 50,000-ზე მეტი ადამიანი შევიდა, რომელთაგან 48,000-ზე მეტი მაროკოში უკვე დაბრუნდა. ოფიციალური მონაცემებით კრიზისის დროს 72 ადამიანი დაიღუპა. 1000-ზე მეტ კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დააანონსა. პროცესი დღეს დაიწყება. დიპლომატიური ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით ვაშინგტონმა თეირანზე დაგეგმილი სამხედრო დარტყმებიც გადადო. მხარეებს შორის განხილვის მთავარი საგანი იქნება ჰორმუზის სრუტისა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხები. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას უარყოფს თეირანი. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში არც უცხოური დელეგაციების მიღებას აპირებენ, არც თავად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც. უფრო სწორად იმაზე, რასაც მე ირანის დენუკლეარიზაციას, ანუ ბირთვული შესაძლებლობების სრულ გაუქმებას ვუწოდებ. სრულ შეთანხმება შედგეს. ეს უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს და მასშტაბურ განადგურებას აგვაცილებს თავიდან. გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომლის განადგურებაც იგეგმებოდა, მრავალი წელი დასჭირდებოდა. ჩვენ ვგეგმავდით ოპერაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო დარტყმა იქნებოდა და რომელსაც ირანისთვის კატასტროფული შედეგები ექნებოდა. მათ ეს არ სურდათ, თუ არჩევანი შეთანხმებასა და სამხედრო ოპერაციას შორის უნდა გაკეთდეს, მე შეთანხმებას ვამჯობინებ. ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ომანთან. მიზანია შეთანხმების მიღწევა ისეთ მარშრუტებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამ მარშრუტის მეშვეობით შესაძლებელი უნდა გახდეს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა. ვიდრე ირანის და მისი ინტერესების წინააღმდეგ შტატების სამხედრო აგრესია გაგრძელდება, ჰორმუზის სრუტის სტატუსთან დაკავშირებით არსებითი ცვლილება არ იქნება. ახლა კი ისევ საქართველოს გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა. მას საჯარო სექტორში მმართველობით პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. სამინისტროს ინფორმაციით ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა რეაბილიტაციას აგრძელებს. ამ დროისთვის მოწყობილია 2 ახალი სპორტული მოედანი, ხოლო 9-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მათ შორის არის მუხიანის ახალი სტადიონი, სადაც მანამდე არსებული ამორტიზებული სპორტული მოედნის სრული დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე მოეწყო ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა განათების ქსელი, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და განთავსდა ლითონის ბადეები და კალათბურთის ფარი. გლდანის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის და პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნაწილში. ჯამში წელს 2 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო 9-ს ჩაუტარდა სრული კაპიტალური განახლება. ამ ეტაპზე მუხიანის მე-4 ამიკროს 29 კორპუსის მიმდებარედ ვიმყოფებით, სადაც გამგეობის მიერ მოეწყო და რეაბილიტირდა სპორტული მოედანი. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ფიზიკურ აღზრდას და მათ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ეს არის მათი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, მათი სრულყოფისთვისა და ზრდისთვის, სოციალური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი. სწორედ მსგავსი პროექტები არის არაერთი ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ასევე გლდანის გამგეობის ორგანიზებით ტარდება მრავალი ტურნირი. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთისფილმების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით დღეს გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და ფესტივალი ოფიციალურად დაიხურა. გამოვლინდა გამარჯვებულები მთის თემატიკის სექციასა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში, ასევე ფესტივალის საუკეთესო ფილმი, რომელსაც გადაეცა გრან-პრი. მესტია რამდენიმე დღის განმავლობაში კინოხელოვნების საერთაშორისო შეხვედრის სივრცედ იქცა, რომელმაც გაერთიანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული რეჟისორები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და კინოს მოყვარულები.
ფესტივალი გიორგი ნავერიანის სახელობის საქველმოქმედო ფონდის პირველი ბენეფიციარია. დასრულდა მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთისფილმების საერთაშორისო ფესტივალის მე-6 გამოშვება. ძალიან განხარებული ვარ იმით, რომ ქართულმა ფილმს მიიღო ერთ-ერთი საუკეთესო ჯილდო. ჩემთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ქართული კულტურა და ქართული გენი დავალნახოთ ჩვენ სტუმრებს და ჟიურის ისეთ წევრებს, როგორებიც ჩვენ გვყავდა, იმიტომ რომ ეს არის მართლა კინო ინდუსტრიაში წამყვანი ოპერატორები, წამყვანი რეჟისორები, წამყვანი პროდიუსერები და რა თქმა უნდა, მათაც ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ საერთაშორისო ფესტივალი ტარდება სწორედ აქ სვანეთის მთების და სვანური კოშკების ფონზე. საუბრობ როგორც ფონდი მესმას წარმომადგენელი ამ შემთხვევაში და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის ვიყოთ ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის მხარდამჭერი და კვლავაც გვპირდებით, რომ განვაგრძობთ ყველა იმ პროექტის მხარდაჭერას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის. ფესტივალის საოცარ ადგილას ჩატარდა, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა შეხვედროდი პროფესიონალებს, გენახო ულამაზესი ფილმები და ამავდროულად გამორჩეული ბუნებით დამდგარიყავი. სვანეთი მშვენიერი ადგილი აქ პირველად ვარ და ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა ფესტივალს დავსწრებოდი. კურიერის 3-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს კი 6 საათზე შევხვდებით. მანამდე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.